პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ. მეორე თავის გარჩევა. წავიკითხოთ თავი მეორე. თქვენ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო, ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით. ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არ არის არც ცდუნება, არც უწმიდურება და არც ცბიერება, არამედ როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისევ ლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც სდის ჩვენ გულებს. რადგან არასოდეს გვილაპარაკია მოსაფერებელი სიტყვებით, როგორც იცით, არა ანგარების მიზნით, ღმერთია მოწამე. არც ვეძიებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან, არც სხვებისგან. თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ შვიდად ვიქცეოდით თქვენ შორის, როგორც მეძუძური თავის ბალღებს რომ შეფოფინებს. ასევე ჩვენც თქვენ დამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა? დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისევ ქადაგებდით თქვენ შორის სახარებას. თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც, თუ რა წმიდად, სამართლიანად და უმწიკლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ მორწმუნენო. რადგან თქვენ იცით, როგორც მამა შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს, განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ. ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში მორწმუნენო. რადგან თქვენ, ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, ისევე როგორც მათ იუდეველთაგან, რომელთაც უფალი იესოც მოკლეს და მისი წინასწარმეტყვალ მიცდა ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არა ამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან. გვაბრკოლებენ წარმართებთან ლაპარაკში, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს, მაგრამ მოეწევათ რისხვას აბოლოოდ. ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი პირის ხილვას. ამისათვის გვინდოდა განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა. რადგან რა არის ჩვენი იმედი, ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი კვეხნის გვირგვინი? თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას, ვინაიდან თქვენ ახართ ჩვენი დიდება და სიხარული. მეორე თავის გარჩევა. პავლეს პირადული რეპუტაცია და მისი შრომა. მოციქულის შეჭირვებები ფილიპეში. მუხლები პირველი და მეორე. თქვენ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო, ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გაგვეცხადებინა სახარება დიდი ბრძოლით. პავლე ამბობს თქვენთან შემოსვლაზე. ამის შედეგი იყო გულწრფელი მობრუნება ქრისტესკენ და ადგილობრივი ეკლესიის დაარსება. იგი ამბობს, არ იყო ამაო, ან უსარგებლო. სიტყვა ფუჭად 4-ჯერ გვხვდება კორინთელთა პირველ გზავნილში მე-15 თავში, სახარების ქადაგებასთან მიმართებაში. მუხლი მეორე, მე-10, მე-14 და მე-17. სამი განსხვავებული მახასიათებლის აღსაწერად გამოიყენება სამი ბერძნული სიტყვა. მუხლში
თუ ფუჭად არ ირწმუნებთ, კორინთელთა პირველი გზავნილის მე-15 თავის მეორე მუხლი იგულისხმება. ბერძნული სიტყვა ეიკე, ფუჭი, ნიშნავს წარუმატებელი, უშედეგო, შემთხვევითი დაუფიქრებელი. ის აღწერს ისეთ ადამიანს, რომელიც იძლევა პირობას არა გულწრფელად და არა სერიოზულად. კორინთელთა პირველი გზავნილის მე-15 თავის მე-10 და მე-14 მუხლებიში თვითონ ტექსტში ქართული სიტყვის ფუჭი ანალოგიას წარმოადგენს ბერძნული სიტყვა კენოს, რაც ნიშნავს ცარიელს ხარისხთან მიმართებაში, ანუ უსარგებლოს, უნაყოფოს, არანაირი შედეგის მომტანს. აქ სასარგებლოა მოვიყვანოთ რობერტ სონის ციტატა. როგორც პავლეს ქადაგება, ასევე მათი რწმენა ფუჭია თუ ქრისტე არ აღმდგარა. კორინთელთა პირველი გზავნილის მე-15 თავის მე-17 მუხლში გამოყენებულია ბერძნული სიტყვა მეტაიოს, რომელსაც უფრო ძლიერი მნიშვნელობა აქვს და ნიშნავს ჭეშმარიტებას მოკლებული, ტყუილი. პავლე მოციქული ამბობს, ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. თუ ქრისტეს აღდგომა არ ყოფილა, მაშინ ქადაგება ეს ცარიელი სიტყვებია, რწმენა უსარგებლოა. ევანგელია აღდგომის გარეშე ეს არის საცოდავი პაროდია ჭეშმარიტებაზე. განხილულ ტექსტში გამოიყენება ბერძნული სიტყვა კენოს. ქადაგება თესალონიკში არ იყო უსარგებლო ან თუნდაც არაფრის მომცემი საქმიანობა. განცხადებული სახარება იყო მთლიანი და ღრმა სწავლება, კარგი და ხანგრძლივი შედეგის მომტანი. გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ სიტყვა კენოს მახასიათებელი იყო ადამიანისა, რომელიც მოვიდა ცარიელი ხელებით. აქ შეიძლება ვიხილოთ ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი ახალი აღთქმისთვის გრიმ თაიერის გამოცემით. როდესაც მისიონერები ჩავიდნენ ქალაქში, შესაძლოა მაცხოვრებლები მათ კითხვებს უსმევდნენ, თუ რა მოიყვანა ისინი იქ. რამე თუ გარშემო იყო უამრავი მოგზაური ფილოსოფოსი, ცირკის მსახიობი და თაღლითებიც კი, რომლებიც ეძებდნენ გამორჩენას. მაგრამ სახარების მქადაგებლები მოვიდნენ არა იმიტომ, რომ მიეღოთ, არამედ რომ გაეცათ. მათ ხელთ და გულში იყო ქრისტეს სიყვარული, რომლითაც ისინი მზად იყვნენ გაეზიარებინათ და არაფერს არ ითხოვდნენ სანაცვლოდ. დღეს მისიონერი ხშირად ხვდება მსგავს სიტუაციაში. ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ ესმით, თუ რატომ გადის ადამიანი 1000 მილიან გზას, რჩება საცხოვრებლად უცხო გარემოში, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. შესაძლოა მას რაიმე ანგარებიანი მიზნები აქვს. საჭიროა დიდი დრო, მოთმინება და სიყვარული, რათა დაარწმუნო ადამიანები იმაში, რომ მისიონერის ერთადერთი მოტივი ეს არის მათ სულიერ მდგომარეობაზე ზრუნვა, რომ ის არ მოსულა ცარიელი ხელებით. მეორე თავის მეორე მუხლი. ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გაგვეცხადებინა სახარება დიდი ბრძოლით. როდესაც მქადაგებლები სამდღიანი მგზავრობის მერე ჩავიდნენ თესალონიკში, ისინი ჯერ კიდევ ატარებდნენ ცემის კვალს თავიანთ სხეულებზე, რომლებიც ფილიპეში ყოფნის დროს განიცადეს. ამაზე მოგონებები ტკივილს ჰგვრიდა პავლეს. ტანჯვა არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერიც იყო. როგორც რომაელი მოქალაქე, პავლე არასოდეს არ უნდა დაქვემდებარებულიყო სახალხოდ შეურაცხყოფას. ასეთმა დამცირებამ იგი არა მარტო გააჩუმა, არამედ პირიქით საპირისპირო ეფექტი გამოიწვია. გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის განგვეცხადებინა სახარება დიდი ბრძოლითო. სიტყვა გავბედე ნიშნავს ვლაპარაკობდით თავისუფლად, აცხადებდნენ გახსნილად. თითქოს და ფილიპეში მათ მიმართ ესეთი სასტიკი და მკაცრი მოქცევის მერე უფრო ფრთხილად უნდა მოქცეულიყვნენ ქადაგებლები და არ გამოეწვიათ ხმამაღალი კამათები, მაგრამ პავლე ესე არ მოქცეულა. მიაქციეთ ყურადღება, პავლემ თქვა, გავბედეთ ჩვენს ღმერთში.
ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანური ენთუზიაზმი, ეს იყო შთაგონება ღმერთიდან. ზოგიერთები თავიანთ თავს თვლიან ღმერთის საიდუმლო მოწაფეებად, მაგრამ როგორც განაცხადა უოლვურდმა, საიდუმლო მოწაფეებს არ მოჰყავთ ადამიანები ღმერთთან. გარდა ამისა, ისინი ქადაგებდნენ ღვთის სახარებას. საღვთო წერილში ლაპარაკია სახარებაში მათედან მეოთხე თავის 23 მუხლში, სასუფევლის სახარებაზე და მოციქულთა საქმების მე-20 თავის 24 მუხლში ღვთის მადლის სახარებაზე. შემდგომ გამოცხადების წიგნის მე-14 თავის მე-6 მუხლის ტექსტში ჩვენ ვკითხულობთ მარადიულ სახარებაზე. სიტყვა ევანგელია ნიშნავს უბრალოდ სახარებას. განსხვავებულ გარემოებებში და კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ღვთის სახარებას შეიძლება ჰქონდეს რაიმე სპეციფიური მნიშვნელობა, მაგრამ არსით ეს იგივე სახარებაა, იგივე ევანგელია. თანამედროვე პერიოდში ეს არის ღვთის ევანგელია, რამე თუ იგი გამომდინარეობს ღმერთისგან. ეს გახლავთ ღმერთის მადლის ხარება, რამე თუ მადლი მისი მთავარი საფუძველი და შინაარსია. ის მოგვევლინა ჩვენ იმაში, თუ რა მოიმოქმედა ქრისტემ ჯვარზე, მის დაკრძალვასა და მესამე დღეს სასწაულებრივ, სხეულებრივ აღდგომაში. კორინთელთა პირველი გზავნილის მე-15 თავის მუხლები 1-დან მე-3-ს ჩათვლით. თესალონიკში ქადაგებდნენ ევანგელიას შემართებით და დიდი ბრძოლით, ანუ ბრძოლით. სიტყვა ბრძოლის ანალოგიას წარმოადგენს ბერძნული სიტყვა აგონ. ეს გახლავთ ათლეტიკური ტერმინი, რომელიც ოლიმპიური თამაშების დროს გამოიყენებოდა. აქედან წარმოშობილი სიტყვა აგონია, რომელიც ტრანსლიტერატურდება როგორც აგონია. ტიმოთეს მიმართ პირველი გზავნილის მე-6 თავის მე-12 მუხლში და ტიმოთეს მიმართ მეორე გზავნილის მე-4 თავის მე-7 მუხლის ტექსტებში ეს სიტყვა ითარგმნება როგორც პირველ შემთხვევაში კეთილი ღვაწლით და მეორე შემთხვევაში კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი და გამოიყენება სამხედრო და საბრძოლო მოქმედებებთან მიმართებაში. კოლოსელთა მიმართ წერილის მეორე თავის პირველი მუხლის ტექსტში ეს სიტყვა ღვაწლი ითარგმნება როგორც გმირობა და გამოიყენება ლოცვასთან მიმართებაში, ანუ ლოცვის დროს, მიმდინარე ბრძოლების დროს. ეხლა გადავიდეთ თესალონიკელთა პირველი გზავნილის მეორე თავის მუხლებზე მე-3-დან მე-7-ს ჩათვლით. და ეს მონაკვეთი შეგვიძლია დავასათაუროთ როგორც სურვილი ქადაგებისა. წავიკითხოთ ტექსტი. რადგან ჩვენი ნუგეში არ არის არც ცდნებისაგან, არც უწმიდურებისაგან, არც ცბიერებისაგან, არამედ როგორც ღვთისაგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მონდობილიყო სახარება, ისევ ლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს. რადგან არასოდეს გვჩვევია პირმოთნეს სიტყვა როგორც იცით, არც ანგარებიანი ზრახვა ღმერთია მოწმე, არც კაცთაგან ვეძებთ დიდებას, არც თქვენგან, არც ხვებისგან, თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ შვიდად ვიქცეოდით თქვენ შორის, როგორც ძიძა თავის ბალღებზე რომ ზრუნავს. მოწინააღმდეგეები, რომლებმაც გააძევეს პავლე და მისი თანამშრომლები თესალონიკიდან, ეხლა ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას, ავრცელებენ რა მასზე ცუდ ხმებს. ზუსტად ამასთან დაკავშირებითაა დაწერილი მეორე თავი. პავლესთვის ესეთი დამოკიდებულება არ იყო რაღაც ახალი. დასაწყისში იგი ახსენებს იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც მან და სილამ გადაიტანეს ფილიპეში, მაგრამ ის ბოროტის სიტყვები, რომლების გადატანაც მას ეხლა უწევდა, რაღაცით მაინც განსხვავდებოდა პირველისაგან. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან ქრისტეს, ხშირად ექვემდებარებიან ესეთი სახის დევნას. თესალონიკელთა მიმართ პირველი გზავნილი პავლემ დაწერა კორინთოში ყოფნის დროს.
თესალონიკში ცილის წამება მოდიოდა ურწმუნო მოწინააღმდეგეებისაგან, მაშინ როდესაც კორინთოში პავლე შეურაცხყოფებს იღებდა თავისი სულიერი შვილების მხრიდან. ისინი ეჭვის ქვეშ აყენებდნენ მის მოციქულობას. სადა ამტკიცება იმისა, რომ შენ ქრისტეს რჩეული ხარ? ეკითხებოდნენ. კრიტიკასა და გაკიცხვას ექვემდებარებოდა როგორც პავლეს ქადაგებები, ასევე მისი პიროვნულობა. კორინთელთა მიმართ მეორე გზავნილის მეათე თავის მეათე მუხლში წერია. წერილებში ის მძიმე და ძლიერია, მაგრამ როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობაა. გარდა ამისა, პავლეს აბრალებდნენ ბინძურ მიზნებს, როცა იგი ითხოვდა მატერიალურ დახმარებას იერუსალიმში მყოფი მორწმუნეებისათვის. ამაზე ვკითხულობთ კორინთელების მიმართ მეორე წერილის მე-12 თავის მე-17 და მე-18 მუხლებში. ფაქტიურად, კორინთელთა მიმართ მეორე გზავნილი მთლიანად წარმოადგენს პავლეს დაცვას და მისი რეპუტაციის სიწმინდის დამტკიცებას, მისი მსახურებისა და მოტივაციის დაცვას. თესალონიკელთა მიმართ ამ პირველ გზავნილში წარმოდგენილია იგივე დაცვა შედარებით შეკვეცილ ფორმაში. ჰოქსა და ვაინს თავის კომენტარებში მოცემულ მონაკვეთზე მოაქვთ 7 ბრალდება, რომლებიც პავლეს გამოუტანეს თესალონიკში მათმა მოწინააღმდეგეებმა. ტყუილი, ავხორცობა, გარყვნილება, თაღლითობა, პირფერობა, მლიქვნელობა და სიხარბე, ანუ მატერიალური კეთილდღეობისაკენ სწრაფვა. პავლე განსაკუთრებული ყურადღებით იყო ყველა ბრალდების მიმართ, რომლებიც მისი სწავლების ჭეშმარიტებას და პირადულ სიწმინდეს ეხებოდა. წავიკითხოთ მე-3 მუხლი. რადგან ჩვენი ნუგეში არ არის არც ცდუნებისაგან, არც უწმიდურებისაგან, არც ცბიერებისაგან. პირდაპირი თარგმანი შემდეგი ფრაზისა არც ცდუნებისაგან ბერძნულიდან ოუგ ეგ პლანეს ნიშნავს რომლის წყაროც არ არის ტყუილი. ბერძნული სიტყვა პლანაო ნიშნავს შეცდომაში შეყვანას და იგივე სიტყვა გამოიყენება ტიმოთეს მიმართ მეორე წერილში მე-3 თავის მე-13 მუხლშიც. პავლეს ქადაგება გამომდინარეობდა წმიდა, ჭეშმარიტი ღვთის სიტყვისაგან და იყო სულიწმიდით გაძლიერებული. ყველა ერეტიკული კულტურა ჩვენს დროში არსებული ან ეკლესიის ისტორიის არსებობის განმავლობაში გამომდინარეობდა და იქმნებოდა დოქტრინალური ცდომილებებისაგან. ფრაზა არც უწმიდურობისაგან კიდევ ერთხელ ამტკიცებს კავშირს ცდუნებასა და ავხორცობას შორის. პეტრეს მეორე გზავნილი მეორე თავის მე-18 მუხლი. ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ესესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ. პავლე ისევე როგორც სხვა ახალი აღთქმის წიგნების ავტორები დაჟინებით დგანან სიწმიდისა და პირადული სისუფთავის პოზიციაზე, რაც წარმოადგენს სავალალო წინააღმდეგობას ადრეული წარმართი რელიგიების წეს-ჩვეულებებთან მიმართებაში, რომლებსაც თან ახლდა გარყვნილება და შეუცვლელი რიტუალები. ლაითფუდი წერს. ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ აუცილებელი იმ გარყვნილებას შორის, რაც იმ დროში რელიგიებით მართლდებოდა. საუბარია პავლეს შენიშვნაზე უწმიდურობასთან დაკავშირებით. მე-3 მუხლში გამოყენებულ გამოთქმაში არც ცბიერებისაგან ბერძნული სიტყვა დოლოს ნიშნავს ცბიერება, ეშმაკობა, მზაკრობა. ბერძნულში იგივე ძირის მქონე ზმნა დოლო ნიშნავს თევზის დაჭერისას გამოყენებულ სატყუარას და ბოლოს ამ სიტყვამ მიიღო მნიშვნელობა ოსტატურად ხაფანგის დაგება, რომ დაიჭირონ. ეს სიტყვა გამოყენებულია აგრეთვე სახარებაში მათედან 26 თავის მე-3 მუხლში და პავლეს მეორე გზავნილში კორინთელთა მიმართ მე-4 თავის მეორე მუხლში. გადავიდეთ
მეორე თავის მეოთხე მუხლზე. არამედ როგორც ღვთისაგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მონდობილი იყო სახარება, ისევ ლაპარაკობთ და ვამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენ გულებს. ფრაზა როგორც ღვთისაგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მონდობილი იყო სახარება, მეტყველებს იმაზე, რომ პავლე იყო რჩეული ჭურჭელი. მოციქულთა საქმეები, მე-9 თავის მე-15 მუხლი. ღმერთმა პავლე გაატარა მთელ რიგ გამოცდებში, დამასკოში, არაბეთში, იერუსალიმში და მის ქალაქ ტარსუსში, ასევე ანტიოქიაში. ეს იყო გამოცდები ძმებს შორის, სახლში და საკრებულოში და გრძელდებოდა თითქმის 14 წელიწადს. როცა ღმერთმა მოუწოდა პავლეს და ძმებმა იგი აკურთხეს, იგი არ იყო ახალბედა. პავლე გამოცდილი იყო ღმერთისაგან, რათა მიეღო სახარება. მისი თანამშრომლები სილა და ტიმოთე ასევე გამოცდილი და სანდო ადამიანები იყვნენ. იყო პატივდებული იქადაგო სახარება, ეს მეტად პასუხისმგებელია. ცათასასუფეველი და ჯოჯოხეთი, ადამიანის ბედი, ქრისტეს პიროვნულობა და ჯვარი, ეს ყველაფერი სერიოზული სინამდვილეა. პეტრე მოციქული წერს თავის პირველ წერილში მე-4 თავის მე-11 მუხლში. თუ ვინმე ლაპარაკობს, ლაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვებით, თუ ვინმე მსახურობს, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით იმსახუროს. ადამიანი ხდება რა ღვთის სიტყვის მქადაგებელი, თავის თავზე იღებს დიდ პასუხისმგებლობას. ამბობს რა, ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს, პავლე გამოხატავს თავის სიფრთხილეს და შიშს სამი რამის მიმართ, რაც ემუქრება ღვთის სიტყვის მქადაგებელს. მოეწონება კი ეს ხალხს, მივიღებ კი მე რაიმე სანაცვლოდ და ასწევს კი ეს ჩემს რეპუტაციას. ხშირად წარმოიქმნება დიდი ცდუნება ქადაგების წარმართვა გარკვეულ ადამიანებთან აუდიტორიაში და საამებელი რამის წარმოთქმა მათი ყურებისთვის და არა იმის თქმა, რაც მათ დააფიქრებთ. პავლე ყოველთვის ცდილობდა ეამებინა ღმერთისთვის, რადგან ახსოვდა გამოცხადება ქრისტეს სამსჯავროს წინაშე. კორინთელთა მიმართ მეორე წერილის მე-5 თავის მუხლები მე-9 და მე-10. სადაც წერია: ამიტომ ვცდილობთ კიდეც აქ ვიქნებით თუ იქ, მისთვის სასურველნი ვიყოთ, ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა, კეთილს თუ ბოროტს. მთავარი გამოცდა ქადაგების დროს ეს არის სასურველია კი ღმერთისთვის, უფალი ცდის ჩვენს გულებს. გადავიდეთ მეორე თავის მე-5 მუხლზე. რადგან არასოდეს გვჩვევია პირმოთნე სიტყვა, როგორც იცით, არც ანგარებიანი ზრახვა, ღმერთია მოწმე. ამ სიტყვებში მოციქული გვეუბნება თავისი სიტყვის წარმოთქმის მანერაზე და ფულის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე. ანუ აღწერს იმას, რაც არასოდეს არ გაუკეთებია. პირმოთნეობა ეს არის მედიდური სიტყვების წარმოთქმა ადამიანური მეს განსადიდებლად, როგორც მაგალითად, შენ ყოჩაღი ხარ, რა შესანიშნავი იყო. ახალ აღთქმაში პირმოთნე სიტყვა მხოლოდ აქ ხდება, მაგრამ მსგავსი სიტყვების გამოყენება გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა პავლეს თანამედროვე საზოგადოებაში. სიტყვა ანგარება წარმოსდგება ზმნისაგან, რომელიც ნიშნავს გქონდეს მეტი, მოიხვეჭო მეტი. ეს გახლავთ ძლიერი მიდრეკილება მატერიალური ფასეულობების დაუფლებისაკენ. გამოთქმა ანგარებიანი ზრახვა გამოხატავს დაფარულ ფიქრს, საიდუმლო ზრახვას. შესაბამისი სიტყვისა ზრახვა, ბერძნული სიტყვა პროფასის, აქ აღნიშნავს ხრიკი, ხერხი, საბაბი, რაღაც შინაგანი დაფარული, რაც გამოიყენება ნამდვილი მიზნების გამოყენების დასაფარავად. ადამიანის დამოკიდებულება ფულის მიმართ წარმოადგენს რაღაცას ლაკმუსის ქაღალდის მსგავს მისი არსებისათვის.
თანამედროვე საშუალებანი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, რომლებიც ზოგიერთი ორგანიზაციებითა და ცალკეული ადამიანების მიერაა გამოყენებული, მეტად აკნინებს ჩვენი უფლის მზრუნველობის მოქმედების გამოვლინებას. გრძელი წერილები მატერიალურ მხარდაჭერაზე კრიტიკას იწვევს ურწმუნო ადამიანებს შორისაც. პავლე არასოდეს არ დაცემულა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ასეთ დონემდე. შემდგომ იგი ეუბნება თესალონიკელებს, თუ როგორ შრომობდა დღე და ღამე, რათა არავის დასწოლოდა ტვირთად და ისე ქადაგებდა ღვთის სახარებას. ამას მე-9 მუხლში ვკითხულობთ. ლაპარაკობს რა პირმოთნეობაზე, პავლე მოიშველიებს მათ დამოწმებას, მაგრამ ლაპარაკობს რა ანგარებაზე, ის მოიხმობს ღმერთის დამოწმებას. გადავიდეთ მეორე თავის მე-6 და მე-7 მუხლებზე. არც კაცთაგან ვეძებთ დიდებას, არც თქვენგან, არც ხვებისგან, თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ შვიდად ვიქცეოდით თქვენ შორის, როგორც ძიძა თავის ბალღებზე რომ ზრუნავს. მესამე ცდუნება, რომელსაც ხვდება ამ ქადაგებელი, თვით ამაღლება და თვით დაფასება. სიტყვა დიდება მოცემულ კონტექსტში შეიძლება ნიშნავდეს ღირსებას, აღმატებულობას, დიდების მწვერვალზე ყოფნას. ამისკენ მიისწრაფოდა დიოტრეფე, ამას იოანეს მესამე წერილის პირველი თავის მე-9 მუხლი გვეუბნება. სიტყვით და პირადი მაგალითით უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს მორჩილებას. სახარება იოანედან მე-13 თავის მუხლები მე-3-დან მე-17-ს ჩათვლით და ფილიპელთა მიმართ გზავნილი მეორე თავის მუხლები მე-3-დან მე-8-ს ჩათვლით. ქადაგებელი უნდა ლაპარაკობდეს როგორც ხელმწიფების მქონე, თავის მიერ თქმული სიტყვების მნიშვნელობის აუცილებლობის გაგებით და ის თუ საიდან მოდის ეს სიტყვები. მაგრამ ამასთან იგი არ უნდა უშვებდეს ქედმაღლობას და ამ პარტავნულ დამოკიდებულებას მსმენელებისადმი. სახარება მათედან მე-7 თავის 29 მუხლი და პეტრე მოციქულის პირველი გზავნილი მე-4 თავის მე-11 მუხლი. პავლე ადიდებდა არა საკუთარ თავს, არამედ ჯვარს. ქადაგებლები, როგორც ქრისტეს მოციქულები, განსაკუთრებით ზრუნავდნენ იმაზე, რომ არავის დასწოლოდა ტვირთად. ღვთისმსახურები მრავალი თვეების განმავლობაში ასრულებდნენ მისიონერულ მოღვაწეობას, თავის სახლიდან დაშორებულები და მზად უნდა ყოფილიყვნენ ახალი კლიმატური პირობებისთვის, განსხვავებული საკვებისა და საცხოვრებელი პირობებისათვის. ადამიანი მეტად მიზეზიანი წუნია საკვების მიმართ, რომელიც განსაკუთრებულ ურთიერთობას ითხოვს საკუთარი თავისადმი, ხდება უბრალოდ მოსაბეზრებელი და პავლეს სიტყვებით რომ გამოვთქვათ, ტვირთად დააწვება მათ. ასეთი ადამიანის გამგზავრება გაახარებს მათ, ხოლო მისი ყოფნა არ იქნება სასურველი. ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში ღვთისმსახური ვალდებულია გამოავლინოს თავაზიანობა, მადლიერება და წესიერება ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მეორე თავის შემდეგი მონაკვეთი შეიძლება დავასათაუროთ როგორც ახლად მობრუნებულთა მიმართ ურთიერთობა და იგი მოიცავს ამ თავის მუხლებს მე-7-დან მე-12-ს ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებიდან. თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ შვიდად ვიქცეოდით თქვენ შორის, როგორც ძიძა თავის ბალღებზე რომ ზრუნავს. ასევე ჩვენც, თქვენ დამი გულმხურვალებს, გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულებიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა ღამით და დღისით ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისევ ქადაგებდით თქვენ შორის ღვთის სახარებას. თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც თუ რა წრფელად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენ მორწმუნეთა მიმართ, რადგან იცით, როგორც მამა თავის შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს, განუგეშებდით და გამხნევებდით და მოვითხოვდით, რომ
გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავის სამეფოში და დიდებაში. მეშვიდე მუხლში ჩვენ ვხედავთ მქადაგებლის მოქმედების დადებით მხარეს, მისი ნეგატიური მდგომარეობის განსხვავებით, რომელიც ზემოთ მეხუთე და მეექვსე მუხლებში იყო აღწერილი. იმის მაგივრად, რომ მძიმე ტვირთად დასწოლოდნენ, მშვიდად ვიქცეოდით თქვენ შორის, როგორც ძიძა თავის ბალღებზე ზრუნავს. შესაბამისი ბერძნული სიტყვა მოყვანილი აქ როგორც მშვიდად, ახალ აღთქმაში გარდა ამ ადგილისა გვხვდება ტიმოთეს მიმართ მეორე გზავნილში, მეორე თავის 24 მუხლში. ღვთის მონას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ თვინიერი უნდა იყოს ყველას მიმართ და მოძღვრავი უბოროტო. ეს ის სინაზეა, რომელსაც ავლენენ მშობლები თავიანთი შვილების მიმართ. დავითი ამბობს, შემეწიე შენი მარჯვენით. მე-17 ფსალმუნის 36 მუხლი და მეფეების მეორე წიგნის 22 თავის 36 მუხლში შენი მოწყალება განმადიდებს. კეთილი მწყემსი მზრუნველობით ექცევა თავისი ფარეხის ცხვრებს. ესაიას მე-40 თავის მე-11 მუხლი. ვით მწყემსი დამწყემსავს თავის ფარას, თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს წარუძღვება მეძუძურთ. აქ არ იგულისხმება თავისი პროფესიონალური მოვალეობის შემსრულებელი ძიძის ურთიერთობა, არა, ეს გახლავთ დედის სათუთი მზრუნველობა თავის შვილებზე. ბერძნული სიტყვა სალპო, გადათარგმნილი როგორც სათუთად, ნაზად მოქცევა, ნიშნავს ფრთხილად და სათუთად მოქცევას, როგორც კრუხი ბუდეში ჩაწყობილ კვერცხებს ექცევა. ეფესელთა გზავნილის მე-5 თავის 29 მუხლში, როგორც ქრისტე ეკლესიას. გადავიკითხოთ მერვე მუხლი. ასევე ჩვენც, თქვენ დამი გულმხურვალებს, გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულებიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ტექსტში გამოყენებული ფრაზა თქვენ დამი გულმხურვალებს გამოხატავს წყურვილს, მისწრაფებას. ეს გამოთქმა მომვლელი ძიძის სიტყვათა მარაგიდანაა აღებული, რომელიც უვლის ბავშვებს. ზმნა გამოყენებული ორიგინალში მეტად იშვიათია და ახალ აღთქმაში მეტი არსად არ გვხვდება. მისიონერს, პირველ გამვლელს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი გაატარა იმ გარემოში, სადაც სახარება ადრე არასოდეს არ ქადაგდებოდა, მძიმე შრომითა და განცდებით მიჰყავს ადამიანთა სულები გადარჩენისაკენ, რომლებსაც ღვთის სიტყვას ასწავლის. ასეთ ადამიანს შეუძლია გარკვეულწილად გაიგოს პავლეს გრძნობები, რომლებსაც იგი განიცდიდა თავისი სულიერი შვილების მიმართ. იგი მათ ექცეოდა მსგავსად ძუძუმწოვარ ბავშვებს ექცევა დედა და თითოეული მათგანი პავლესთვის მეტად ძვირფასი და ღირებული იყო. ზოგიერთი მათგანი პავლეს უძილო ღამეებად და ცრემლებად უღირდა, სხვებს კი თავიანთი სულიერი ზრდით მისთვის მოჰქონდათ დიდებული სიხარული, მაშინ როცა მესამენი განუდგნენ რწმენას. ჩვენს დროს ბევრი ადამიანები თავს დებდნენ ქრისტესთვის და იღებდნენ სიცოცხლის გვირგვინს. ამაზე გამოცხადების წიგნის მეორე თავის 100 მუხლი გვეუბნება. დრო მათ ზრუნვაზე დახარჯული შემოbrunდა სიმწიფითა და შეუდრეკელობით. დევნა და დარბევა, როგორც სმირნაში გრძელდება დღესაც, ამიტომ ქადაგებლის სიხარული შეხვედრა იმათთან, ვინც ქრისტეს ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ტექსტში გამოყენებული ფრაზა გვსურდა მოგვეცა, სიტყვა მოგვეცა, გადმოგვეცა, გახლავთ ბერძნული სიტყვა მეტადოუნაი და აღნიშნავს გაუზიარო ვიღაცას რაღაცა. თავსართი მეტა გადმოსცემს ურთიერთობის არსს, მონაწილეობას. ანგარებიანი ზრახვებისა და პირმოთნე სიტყვების გარეშე მათ შეგნებულად და ნებაყოფლობით სურდათ გაეზიარებინათ არა მარტო ხსნასთან დაკავშირებული ხარება, არამედ ყველაზე ძვირფასი, რაც კი მათ ჰქონდათ. სიტყვას სული ბერძნულად
ფსუქას, სიტყვიდან ფსუქე, აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა. ამ კონტექსტში ის აღნიშნავს ჩვენი სიცოცხლე. პავლე თავის თანამშრომლებთან ერთად მზად იყო მომკვდარიყო და დაედო თავისი სიცოცხლე თესალონიკელთათვის. ამაზე იოანეს პირველი წერილის 13 თავის 16 მუხლი გვეუბნება. ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის. ევანგელიის ქადაგება ეს ევანგელისტის მოვალეობაა, ხოლო სიცოცხლის დადება მათთვის ეს პასტორის მოვალეობაა. სული ეს ის ნაწილია, სადაც იქმნება ემოციები, სიყვარული და მსგავსი თვისებები. ძირითადი საფუძველი მისიონერებსა და თესალონიკში არსებულ მორწმუნეებს შორის კავშირის გაბმაზე გამოხატულია სიტყვებში, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ეს გრძნობა გაიზარდა მათთან ურთიერთობის განმავლობაში და ორმხრივი გახდა. მოგვიანებით პავლე დაწერს: ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან მოვიდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, როგორც ჩვენ თქვენი. თესალონიკელთა პირველი გზავნილის 13 თავის 6 მუხლი. გადავიდეთ მეორე თავის 9 მუხლზე. ხომ გახსოვთ ძმებო ჩვენი შრომა და ჯაფა, ღამით და დღისით ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისევ ქადაგებდით თქვენ შორის ღვთის სახარებას. სიტყვა შრომას გააჩნია აღწერითი მნიშვნელობა, მაშინ როდესაც სიტყვა ჯაფა აგვიღწერს ამ შრომის ინტენსივობას. მიუხედავად თავისი მაღალი განათლებულობისა, პავლემ შეისწავლა კარვების დამზადების ხელობა, რომელსაც თხის მატყლის ქსოვილისაგან ამზადებდა. ორთოდოქსი ებრაული ოჯახის თავკაცის მამის მოვალეობაში შედიოდა შვილის წინადაცვეთა, მისთვის კანონის შესწავლა და ასევე რომელიმე ხელობის, ანუ პროფესიის გაცნობა, რათა დაუფლებოდა და საჭიროების შემთხვევაში მას პატიოსნად შეძლებოდა ლუკმა პურის მოპოვება. კორინთოში და შესაძლოა თესალონიკშიც პავლეს და მის თანამშრომლებს უწევდათ მძიმე შრომით დაკავება. მოგვიანებით ემშვიდობებოდა რა ეფესოში უხუცესებს პავლემ თქვა, რომ თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს. მოციქულთა საქმეების მე-20 თავის 34 მუხლი. პავლე მოციქულის ხელებზე არსებული ბებერები და ნაოჭები მოწმობდა ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. უილიამ კერი, პირველი მისიონერი ინდოეთში, რომელიც მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი ცნობილი ლინგვისტი, ახალგაზრდობაში ამბობდა: ჩემი ამოცანაა ევანგელიის ქადაგება. მე კიდევ ფეხსაცმელების შეკეთებით ვარ დაკავებული, რათა საარსებო საშუალება მოვიპოვო. თავად უფალმა იესომ თავისი ცხოვრების ახალგაზრდა წლები გაატარა დურგლობაში ნაზარეთში. ამაზე სახარებაში მარკოზიდან 6 თავის 3 მუხლი მოგვითხრობს. პავლე დღე და ღამე შრომობდა, ანუ გათენებიდან დაღამებამდე. ქადაგებები, ლოცვა და მძიმე ჯაფა გვიან დაღამებამდე. ეს არ იყო 40 საათიანი სამუშაო კვირა დასვენების დღეებით და მიზეზი ამ მძიმე შრომისა ღონემიხდილობამდე იყო ის, რომ არავის არ დასწოლოდა კისერზე. პავლე ეტყობა დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ადამიანი იყო და არ სურდა ენახვებინა ის, რომ თითქოს ელოდებოდა ანაზღაურებას თავისი მსახურებისათვის. ამ საკითხთან დაკავშირებით პავლე დაწვრილებით გვეუბნება შემდეგ ნაწყვეტში, კორინთელების მიმართ პირველ წერილში 9 თავის მუხლები 1-დან 18-ს ჩათვლით. როგორც მოციქული და ღმერთის მსახური, პავლეს ღმერთისგან მიცემული ჰქონდა გარკვეული უფლებები. იგი ამას გვიხსნის ჯარისკაცის, მიწათმოქმედის, მწყემსის, წმიდათა მსახურისა და ლევიტელის მაგალითზე. ისინი ყველანი იღებენ გასამსჯელოს თავისი შრომისთვის, მაგრამ იგი, პავლე, ამბობს, რომ რადგან თუ ვახარებ,
არაფერი მაქვს სასიქადულო, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა და ვაიმე თუ არ ვახარებ. იგი უსასყიდლოდ ახარებს სახარებას. მაშ რა არის ჩემი საზღაური? ის რომ როცა ვახარებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს სახარებას და არ ვიყენებ ჩემს ხელმწიფებას ხარებაში. და მიუხედავად იმისა, რომ კარვების ყოველდღიური დამზადება უზრუნველყოფდა მის ცხოვრებას, პავლეს დიდ სიხარულს ჰგვრიდა ის შეწირულობანი, რომლებიც მან სულ ცოტა ორჯერ მიიღო ფილიპას ეკლესიიდან. ფილიპელთა მიმართ წერილის მეოთხე თავის მუხლები მე-15-დან მე-19-ს ჩათვლით. მე-16 მუხლში წერია: თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა 1-2 აქ გახსნილია ევანგელიის გავრცელების მატერიალური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პრინციპი. ქადაგებელს, ღმერთის მიერ მოწოდებულს და მომზადებულს ამ საქმისთვის აქვს მხოლოდ რწმენა და მატერიალურ საკითხებში მხოლოდ ღმერთზეა დაიმედებული. ადგილის არჩევაში იგი სული წმიდასაა მინდობილი, ხოლო თავის საქმიანობაში ღმერთის წყალობას. მეორეს მხრივ, ღვთის ხალხზე პასუხისმგებლობაა დაკისრებული ლოცვითა და ქველმოქმედებით გონიერად მიიღონ მონაწილეობა ამ საჭიროებებში. წავიკითხოთ მეორე თავის მე-10 მუხლი. თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც, თუ რა წმიდად, სამართლიანად და უმწიკლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ მორწმუნენო. აქ პავლე მეორედ იმოწმებს ღმერთსა და თესალონიკელ მორწმუნეებს, მოუწოდებს დაამოწმონ ჯანსაღის სწავლება, წრფელი, სამართლიანი და უმწიკლო ცხოვრება მქადაგებლისა. 4ჯერ იყენებს იგი გამოთქმას: თქვენ თავად იცით, ანუ თქვენ მოწმენი ხართ. პირველ, მეორე, მე-5 და მე-11 მუხლებში. მიუხედავად მოწინააღმდეგეთა ცილისმწამებლური გამოხტომებისა, მათი ცხოვრება გახსნილი და ყველასათვის ცნობილი იყო. სიტყვა წმიდა წრფელად მიანიშნებს ადამიანის ურთიერთობაზე ღმერთთან. გამოყენებული სიტყვა სამართლიანად გვეუბნება ადამიანებს შორის გახსნილ ურთიერთობაზე. სიტყვა უმწიკლოდ აღნიშნავს, რომ არავის არ შეუძლია მტკიცებებით რაიმეში მათ ბრალი დასდოს. ქადაგებელი გახლავთ ადვილი სამიზნე სატანასა და ამ სამყაროსთვის. ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი როგორც პირადი ცხოვრება, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეობა არანაირ საბაბს არ აძლევდეს გასაკიცხად და ყოველთვის უმწიკლოდ რჩებოდეს, ყველაზე დეტალური განხილვის დროსაც კი. გადავიდეთ მეორე თავის მე-11 და მე-12 მუხლებზე. წავიკითხოთ. რადგან იცით, როგორც მამა თავის შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. განუგეშებდით და გამხნევებდით და მოვითხოვდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს სიტყვებს თითოეულ თქვენგანს. ახალ მობრუნებულების მიმართ ურთიერთობა განსაკუთრებულად ინდივიდუალური იყო. ეს ხას უსვამს თითოეულ ადამიანთან მუშაობის მნიშვნელობას. ყველა ადამიანები განსხვავებულები არიან. ერთნი საჭიროებენ გამხნევებას ან დამშვიდებას, მაშინ როცა სხვას სჭირდება სწავლება და დარიგება. თითოეული თავისი შვილისთვის რწმენაში პავლე როგორც მშობელი მამა იყო. შევადაროთ კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-4 თავის მუხლები მე-14-დან 21-ს ჩათვლით, კორინთელთა მიმართ მეორე წერილის მე-6 თავის მე-13 მუხლი და გალატელთა მიმართ გზავნილის მე-4 თავის მე-19 მუხლი. ჰოგი და ვაინი ამასთან დაკავშირებით წერენ. ესეთი შედარება დედასთან, რომელიც თავის ჩვილს ძუძუს აწოვებს, გამოხატავს მისიონერის ფაქის სიყვარულს. შედარება მამასთან, მის დამოკიდებულებას თავის შვილებთან ავსებს პირველ შედარებას, აჩვენებს რა იგივე სიყვარულს უფრო მკაცრ ფორმაში. ესეთი ოჯახობრივი შედარებები მხოლოდ პავლე მოციქულის გზავნილებში გვხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წერილში
პავლე სიტყვას ძმები იყენებს 18-ჯერ. გზავნილის დასაწყისში ღვთის საყვარელნო ძმებო და ბოლოში წმიდა ძმებო ესა ურთიერთობა ერთი ოჯახის წევრებს შორის. ფრაზაში გევლოთ ღვთის ღირსად სიტყვა გევლოთ პერი პატეო თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან პერი გარშემო და პატეო სიარული, ანუ აღნიშნავს გარშემო სიარულს. აქ ეს სიტყვა გამოიყენება ირიბი გზით ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტის აღსაწერად. ეს სიტყვა ხშირად გვხვდება ეფესელთა მიმართ გზავნილში, თავებში 4-დან 6-ეს ჩათვლით და გამოიყენება პრაქტიკულად ადამიანის მოქმედებისა და მოწმობის თითოეულ მხარეს აღსაწერად. სიტყვას ღირსად, ღირსეულად, ბერძნული სიტყვა აქსიოს გამოთქმაში ღვთის ღირსად აქვს ზმნის ფუძე, რაც ნიშნავს სწორ თანაბარ წონას და მიანიშნებს სვლას ღმერთის თვისებებისა და მისი სიწმინდის სახით, იმისა, რომელზეც მათ დააფუძნეს იმედები. ეს არის მოქმედების უმაღლესი მაგალითი, რომელიც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ახალი აღთქმის ორიგინალურ ენაზე ეს სიტყვა აქსიოს გამოიყენება კიდევ 5 ტექსტში. პირველი, რომაელთა მიმართ გზავნილის მე-16 თავის მეორე მუხლში, მიიღოთ მორწმუნე უფალში, როგორც წმიდებს შეეფერებად. მეორე, ფილიპელთა მიმართ გზავნილის პირველი თავის 27 მუხლში, ქრისტეს სახარების ღირსად ცხოვრება. მესამე, კოლოსელთა მიმართ გზავნილის პირველი თავის 10 მუხლში, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას. მეოთხე, ეფესელთა მიმართ გზავნილის მეოთხე თავის პირველ მუხლში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ. და მეხუთე, იოანეს მესამე წერილის პირველი თავის მე-6 მუხლში, ეხმარებოდა ღვთის მსახურებს ღვთის საკადრისად. ამ მუხლების ყურადღებით განხილვა მნიშვნელოვან ჭიშმარიტებას გაგვიხსნის, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მორწმუნე ადამიანის ცხოვრება და მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს ქრისტიანის წოდებას. მაგალითისთვის მოვიყვანოთ შემთხვევა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ჯარში მყოფ ერთ-ერთ ჯარისკაცს შემთხვა. ჯარისკაცმა ჩაიდინა რა შეცდომა მიყვანილ იქნა უფროსთან და კითხვაზე თუ რა ერქვა, მან უპასუხა ალექსანდრე. სანამ მას დასჯიდნენ, უფროსმა უთხრა, შენ ან სახელი უნდა შეიცვალო, ან მოქმედებაო. მე-12 მუხლის დასასრული. ვინც მოგიწოდებთ თქვენ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ. ნაცვალსახელი მრავლობით რიცხვში მიგვანიშნებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნეები თესალონიკში მოწოდებულნი იყვნენ სახარებით, ღმერთი მათ მაინც მოუწოდებს უფრო მაღალი მიზნებისათვის. ეს გახლავთ მოწოდება ღმერთის განზრახვით. რომაელთა მიმართ გზავნილის მერვე თავის 22 მუხლი და იწოდება ღვთის უზენაეს მოწოდებად. ეს ფრაზა ფილიპელთა მიმართ წერილშია მესამე თავის მე-14 მუხლში. ასევე წმიდა მოწოდებით ტიმოთეს მიმართ მეორე გზავნილის პირველი თავის მე-9 მუხლი, ზეციური მოწოდების ზიარნო ებრაელთა მიმართ გზავნილის მესამე თავის პირველი მუხლი. ეს არის მოწოდების იმედით ეფესელთა მიმართ გზავნილის პირველი თავის მე-18 მუხლი და მე-4 თავის მე-4 მუხლი. აქვე ესაა მოწოდება ღვთის სასუფეველში და დიდებაში. განხილულ მონაკვეთში ჩვენ ვხვდებით არაერთხელ ღვთის სასუფეველზე ხსენებას, მაგრამ ცხადია, რომ პავლემ ღვთის სასუფეველზე სწავლება თესალონიკში ყოფნისას თავის გადაგებაში ჩართო. იასონის წინააღმდეგ ბრალდების სახით წამოყენებული იყო ის, რომ პავლე ასწავლიდა სხვა მეფეზე, იესოზე. მოციქულთა საქმეები მე-17 თავის მე-7 მუხლი. ღვთის სასუფეველი ძირითად თემას წარმოადგენს როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაშიც.
მასზე დიდებულად და მშვენივრად ქადაგებს დანიელ წინასწარმეტყველი, დანიელის წიგნის მეშვიდე თავის მუხლები მე-13 და მე-14, ასევე ესაია წინასწარმეტყველი, ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 32 თავი. ღვთისასუფეველი გამოცხადებული იყო იოანე ნათლისმცემლის მიერ, სახარება მათედან მე-3 თავის მეორე მუხლი და ჩვენი უფლის მიერ, სახარება მათედან მე-10 თავის მე-7 მუხლი. ეხლა განდგომისა და მეფის ჯვარცმის მერე ღვთისასუფეველი იმყოფება დაფარულ ფორმაში, სახარება მათედან მე-13 თავი. ერთადერთ გზას ღვთისასუფევლისკენ დღეს წარმოადგენს ზემოდან დაბადება, სახარება იოანედან მე-3 თავის მე-3 მუხლი, სადაც ნათქვამია: მიუგო იესომ და უთხრა მას, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც ხელახლა არიშობა, ვერ იხილავს ღვთისასუფეველს. რეალურად გრძნობს რა ამ დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში ღვთის სულიერ მადლს სასუფევლიდან, სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმინდაში მორწმუნე ადამიანი წინასწარ ტკბობაშია და სიხარულის მოლოდინშია 1000 წლეულის დროის დადგომისა, როცა ის მიაღწევს თავის სისრულეს და სამყარო სიმართლის მომართველობის ქვეშ იქნება და მთელი დედამიწა აივსება იესო ქრისტეს დიდებით. ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნის მე-14 თავის მე-9 მუხლი. მანამდე კი ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ იმ ლოცვით, როგორც მოწაფეები ლოცულობდნენ. სახარება მათედან მე-6 თავის მე-10 მუხლი. მოვიდეს სუფევა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. მეორე თავის მუხლები მე-13 და მე-14 მოგვითხრობს შედეგებზე მორწმუნეთა ცხოვრებაში. ამისათვის ჩვენს განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, შეიწყნარეთ იგი არა როგორც ადამიანთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც ჭეშმარიტად არის, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში მორწმუნეებში. რადგან თქვენ, ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისაგან, ისევე როგორც მათ იუდეველთაგან. მე-13 მუხლში პავლე აგრძელებს მადლიერების გამოთქმას. იგი მადლობელია ღმერთისა იმისათვის, რომ როდესაც თესალონიკელებმა მოისმინეს ხარება, მათის მიიღეს არა როგორც ადამიანური სიტყვა, არამედ როგორც ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვა. ორ სიტყვას მიიღეთ და შეიწყნარეთ განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ. სიტყვა მიიღეთ განეკუთვნება ყურით მოსმენილს, ხოლო შეიწყნარეთ გულს. ალფორდი წერს: პირველი ზმნა მიუთითებს მხოლოდ მოსმენაზე, ანუ მოქმედების ობიექტურ მხარეზე, მეორე კი გულითა და გონებით მიღებაზე, ანუ სუბიექტურ რწმენაზე. ეს არ გახლავთ მხოლოდ სიტყვის მოსმენა, არამედ ღვთის სიტყვის მიღება გადამრჩენელი რწმენის აქტით. დიდებული სასწაული, ზემოდან დაბადება, ხდება როგორც ორი ფაქტორის შედეგი, ღვთის სიტყვისა და სულიწმიდით, რომლის ძალითაც ეს სიტყვა ითქმის. აი რატომაა პავლე აგრერიგად ახსილი მადლიერებით. ეს სიტყვა ეფექტურად მოქმედებდა თესალონიკში. მიღებული იყო არა მარტო ღვთის სულიერი ღმერთის სიტყვა, არამედ მიღებული იქნა იესო ქრისტე როგორც მხსნელი და უფალი. მე-14 მუხლში ვგებულობთ, რომ თესალონიკელები გახდნენ ღვთის ეკლესიის მიმბაძველნი ქრისტე იესოში, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ. გამოთქმა ღვთის ეკლესია ახალ აღთქმაში მხოლოდ პავლეს მიერ გამოიყენება და მხოლოდ ქრისტიანთა ადგილობრივი ერთობის მიმართ, როგორც მაგალითად ეფესოში, მოციქულთა საქმეების მე-20 თავის 22 მუხლი, კორინთოში, კორინთელთა პირველი წერილის პირველი თავის მეორე მუხლი და იერუსალიმში, გალატელთა მიმართ წერილის პირველი თავის მე-13 მუხლი. ამას წერენ ჰოგი და ვაინი. მაშინ, როდესაც თითოეული ადგილობრივი ეკლესია დამოუკიდებლად არსებობდა და
პასუხისმგებელი იყო მხოლოდ უფალი ღმერთის წინაშე, იქ არსებული მართვის წესრიგისა და წესების გამო, ისინი მაინც მოხარულნი იყვნენ ურთიერთობა დაემყარებინათ სხვა ადგილობრივ ქრისტიანულ ეკლესიებთან. ეს იყო ურთიერთობა და არა ეკლესიური გაერთიანება. უეჭველია საეკლესიო ცხოვრების ძირითადი პრინციპები. მოციქულთა საქმეების მეორე თავის 41 და 42 მუხლში აღწერილი. ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხვასა და ლოცვებში იყვნენ და იცავდა ყველა ერთობა. შევადაროთ აგრეთვე კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-11 თავის მუხლები 1, 2 და მე-16. სამწუხაროდ ქრისტიანული სამყაროს შემდგომმა განვითარებამ მიიყვანა განცალკევებისაკენ, სექტების შექმნისაკენ და მტრულად განწყობილი საეკლესიო დაჯგუფებების წარმოქმნისაკენ. მაგრამ ჩვენ ნათელი ნიმუში გვაქვს, კეთილი, თბილი ურთიერთობა ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს შორის, რომლებიც მაღალ იდეალს მიჰყვებოდნენ და საღვთო წერილშია აღწერილი. შემდეგი მონაკვეთი შეიძლება დავასათაუროთ როგორც იუდეველთა მხრიდან მკაცრი დევნა. მუხლები მე-14-დან მე-16-ს ჩაათვლით. წავიკითხოთ. რადგან თქვენ ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვის ტომებისაგან, ისევე როგორც მათ იუდეველთაგან, რომელთაც უფალი იესოც მოკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არაამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან. გვაბრკოლებენ წარმართებთან ლაპარაკში, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს, მაგრამ მოეწევათ რისხვა საბოლოოდ. მე-14 მუხლში ლაპარაკობს რა პავლე იუდეაში არსებულ ღვთის ეკლესიებზე, მოციქული თესალონიკში მომხდარს ადარებს იმასთან, რაც შორეულ იერუსალიმში ხდებოდა. იერუსალიმი გახდა ადრეული ეკლესიის დევნის ცენტრი და ეხლა თესალონიკელები გადიოდნენ იგივეს თავიანთი მეზობლებისა და თანამოქალაქეების მხრიდან. მოციქულთა საქმეები მე-17 თავის მუხლები მე-5-დან მე-9-ს ჩათვლით. როგორც მოციქულები, ისინიც დაზარალდნენ თავიანთი რწმენის გამო. პავლე ამბობდა იმაზე, რაც პირადული გამოცდილებიდან იცოდა. იგი თავად იყო ერთ-ერთი პირველი სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი ამ დევნებისა. აქ პავლე აკეთებს ერთ-ერთ თავის სერიოზულ განცხადებას ისრაელი ხალხის ცოდვაზე, მისი მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე. ისინი დევნიდნენ თავიანთ წინასწარმეტყველებს და ამ დევნის კულმინაცია იყო მათი მესიის, იესო ქრისტეს მოკვლა. მე-15 მუხლი. ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არაამებენ. ამ სიტყვებით გამოხატულია ის, რასაც პავლეც აკეთებდა, როცა იესოს მოწაფეებს და მიმდევრებს მუქარებითა და მკვლელობებით დევნიდა. დევნის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგრამ მათ შორის ყველაზე სასტიკი და არაადამიანური დაფუძნებულია რელიგიურ ფანატიზმზე. როდესაც შუა საუკუნეებში ინკვიზიციის მიერ ნაწამები და კოცონზე დამწვარი ათასობით ღვთის მსახური იყო, პრელატები, რომლებიც ამ წამებებს სჩადიოდნენ, მათ ეძახდნენ აუტო-დაფე, რწმენის აქტს. დევნა დღესაც არ შეწყვეტილა. მე-20 საუკუნეში 50 წელიწადში ქრისტეს რწმენისთვის დაიღუპა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. მე-16 მუხლი. ფრაზის მუდამ ამრავლონ თავიანთი ცოდვები სტილი აღებულია ძველი აღთქმიდან, დაბადების წიგნის მე-15 თავის მე-16 მუხლი. ჯერ არ ავსებულა ამორეველთა ურჯულოება. ღმერთი სულ გრძელია და ხშირად უშვებს, რომ გარკვეულ მომენტამდე ცალკეული ადამიანის ან ხალხის ცოდვა რჩებოდეს დაუსჯელი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს აუცილებლად დადგება მსჯავრი. დანიელ წინასწარმეტყველის წიგნის მერვე თავის 23 მუხლი და სახარება მათედან 23 თავის 32 მუხლი. სიტუაცია გვახსენებს თას,
რომელიც წვეთ-წვეთობით ივსება ბოლომდე. როცა ეს მოხდება, ღმერთის მოთმინება დასრულდება და მისი რისხვა გადმოიღვრება ცოდვილებზე. პავლე ამატებს, დაატყდებათ მათ რისხვა საბოლოოდ. სრულად რომ გავიგოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა, საჭიროა შევადაროთ ისინი შემდეგ ტექსტს. სახარება იოანედან მე-13 თავის პირველი მუხლი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ წუთის სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი. სიყვარული ბოლომდე და რისხვაც ბოლომდე. როგორი კონტრასტია. აქ რისხვაზე ლაპარაკი უსათუოდ წინასწარმეტყველურია. ეს გვახსენებს ფრაზას თესალონიკელთა პირველი გზავნილის პირველი თავის მე-10 მუხლიდან. მომავალი რისხვა. მსგავსად იმისა, თუ როგორ სჯიდა ბაბილონში 70 წლის განმავლობაში ღმერთი ერს, თავიანთი ცოდვებისათვის ხალხი კვლავ დაიტანჯება დიდი რისხვის დღეს, გამოცხადების წიგნის მე-6 თავის მე-17 მუხლი და ასევე გასაჭირის ჟამია ის იაკობისთვის, იერემია წინასწარმეტყველის წიგნის 29 თავის მე-7 მუხლი. რაც შეეხება პავლეს, მისი ტანჯვა და დევნა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ იგი, ისევე როგორც მისი უფალი, უარყოფილ იყო თავისი იუდეველ თანამემამულებისაგან და იგი აუწყებდა სახარებას წარმართებს. მოციქულთა საქმეების 22 თავის მუხლები 21 და 22 და 28 თავის მუხლები 23 და 28-ს ჩათვლით. თესალონიკელთა პირველი გზავნილის მეორე თავის მუხლები მე-17-დან მე-20-ს ჩათვლით, შეგვიძლია დავასათაუროთ, როგორც პავლეს სურვილი კვლავ იხილოს მორწმუნეები თესალონიკში. გადავხედოთ ამ მუხლებს. ჩვენ კი ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი პირის ხილვას. ამისათვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, 1-2 თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა, რადგან რა არის ჩვენი იმედი ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი კვეხნის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას, ვინაიდან თქვენ ახართ ჩვენი დიდება და სიხარული. სიტყვები ჩვენ კი ძმებო მცირე ხნით რომ დაგშორდით, სიტყვით დავობლდით, გამოხატავს შვილებისა და მშობლების ურთიერთობას და მიეკუთვნება პავლეს და თესალონიკელ მორწმუნეებს. ფრაზა მცირე ხნით სიტყვით აღნიშნავს დროის საათს. სახით და არა გულით ბერძნული სიტყვა პროსოპო ოუკარდია. პავლე გულით მათთან იყო, თუმცა ისინი მის სახეს ვერ ხედავდნენ. ყველაფერი ეს გვიჩვენებს ძლიერ სიყვარულს და ერთგულებას თავიანთი შვილების მიმართ რწმენაში. აქ ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტი პასტორის გულს. პავლემ ორჯერ სცადა მათი მონახულება, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. პირველად მაშინ, როცა ის უნდა ყოფილიყო ბერიაში, ხოლო მეორედ ათენიდან და ყოველთვის სატანა გზას უბრკოლებდა მას. ამ მისიონერული მოგზაურობის დროს სულიწმიდამ არ დაუშვა მისიონერების წასვლა მისიასა და ბითვინიაში. ამაზე მოციქულთა საქმეების მე-16 თავის მუხლები მე-6 და მე-7 მოგვითხრობენ. ღმერთს მაგათთვის სხვა გეგმა ჰქონდა, მაგრამ ამჯერად იყო სატანა, მოწინააღმდეგე. მას, რომელიც ემტერება ღმერთს და მის ქმნილებებს, რამოდენიმე სახელი აქვს, როგორც ეშმაკი, იგი ცილისმწამებელი და ბრალდებელია, როგორც გველი, მაცდუნებელი და შემაცდენელი, როგორც ძლიერი გველეშაპი, მდევნელი. ჩვენთვის ზუსტად არაა ცნობილი, თუ ზუსტად რა დაბრკოლებებს უქმნიდა სატანა პავლეს. გამოითქმებოდა ვარაუდი, რომ ეს იყო თავდებობა ქალაქის მთავრების მიერ იასონისგან აღებული თესალონიკში ამტყდარი ჯანყის დროს. მოციქულთა საქმეების მე-17 თავის მე-9 მუხლი. ასეა თუ ისე, როგორც წერენ ჰოგი და ვაინი, გავიდა თითქმის 5 წელი მანამდე, სანამ პავლემ კვლავ ინახულა თესალონიკი, მაგრამ არც ამაზე და არც შემდგომ ჩასვლაზე თესალონიკში დაწვრილებით ცნობები არ შემოინახა.
მეორე თავის ბოლო მუხლები მე-19 და მე-20. ეს დიდებული თავი თავად მქადაგებელზე, მის რეპუტაციაზე, ბრძოლებზე და რწმენაში თავის შვილებზე ზრუნვაზე თავდება იმედის სიტყვებით. ლაპარაკია სიქადულის გვირგვინზე და უფლის იესო ქრისტეს მოსვლაზე. გვირგვინი ჩვენ გვახსენებს ღვთის სამსჯავროს. რომელთა მიმართ წერილის მე-14 თავის მე-10 მუხლი, კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-3 თავის მუხლები მე-13 და მე-14, კორინთელთა მიმართ მეორე წერილის მე-5 თავის მე-10 მუხლი. აქ ლაპარაკია გვირგვინზე, რომელიც გამარჯვებულისთვისაა განკუთვნილი. საღვთო წერილში ნახსენებია 5 სახის გვირგვინი, რომლებიც მიენიჭებათ იმ დღეს. პირველი სიცოცხლის გვირგვინი მოწამეთათვის, გამოცხადების წიგნის მეორე თავის მე-10 მუხლი, იაკობის წერილის პირველი თავის მე-12 მუხლი. მეორე სიქადულის გვირგვინი ხსნილი სულებისათვის, თესალონიკელების მიმართ პირველი წერილის მეორე თავის მე-19 მუხლი. მესამე დიდების უჭკნობი გვირგვინი ერთგული მწყემს მთავრებისთვის, პეტრეს პირველი გზავნილის მე-5 თავის მე-4 მუხლი. მე-4 უხრწნადი გვირგვინი ცხოვრების სარბიელზე მორბენალი გამარჯვებულისთვის, კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-9 თავის მუხლები 24-დან 27-ს ჩათვლით. და მე-5 სიმართლის გვირგვინი იმათთვის, რომლებიც სიყვარულით ელიან მის გამოჩენას, ტიმოთეს მიმართ მეორე გზავნილის მე-4 თავის მერვე მუხლი. ბოლო მუხლი მე-12 გამოთქმაში, რადგან თქვენ ახართ ჩვენი დიდება და სიხარული, ხაზი აქვს გასმული სიტყვას თქვენ. ისინი იყვნენ პავლეს დიდება და სიხარული. ის ამაყობდა, ლაპარაკობდა რა თესალონიკელებზე და ამავე დროს მისი გული ივსებოდა სიხარულით იესოსთან დიდებულ შეხვედრაზე გაფიქრებით, როცა სამუდამოდ გაქრება ყველანაირი ცხოვრებისეული მღელვარება და შფოთვები. იგულისხმება, რომ როგორც მქადაგებელი, ასევე იმათი სულებიც, რომლებიც მან იესოსთან მიიყვანა, თავისი მსახურების დროს იმ მიწაზე იცნობენ ერთმანეთს. აქ ცდუნებაა წვრილმანების გარჩევაში გადავეშვათ, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენ ვიცით დანამდვილებით. ჩვენ ვიქნებით ქრისტესთან. იგი იქნება ყურადღებისა და თაყვანისცემის ცენტრი. მთელი ქრისტეს სხეული, ეკლესია, იქნება დიდებული მკის დღესასწაულის დროს, როცა მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. იოანეს სახარების მე-4 თავის მუხლები 35-დან 38-ს ჩათვლით. და ბოლოს, ამ მეორე თავის გარჩევის დასასრულს, მოვიყვან ლორდ ბივერბრუკისა და მაქს აიკენის ციტატას. მე რომ დღეს დამჭირდეს რჩევის მიცემა ახალგაზრდა გულწრფელი ადამიანისათვის, მე მას ვეტყოდი, რომ ჯობია გახდე ევანგელისტი, ვიდრე მინისტრი ან მილიონერი. როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, მე მებრალებოდა ჩემი ღატაკი მამა, რომელიც მორჩილი ღვთის სიტყვის მქადაგებელი იყო. ეხლა, როცა მე წამოვიზარდე, მე მშურს მისი ცხოვრებისა და წარმატებისა. იგი ნამდვილად კმაყოფილი იყო. არაფერი და არავინ, ვისით უნდა აღფრთოვანებული იყო ისე, როგორც აღფრთოვანებული ევანგელიის მქადაგებლით. ეს გახლავთ დაკმაყოფილების უმაღლესი წყარო.